საქართველოში ფინანსურ ბაზარზე პირველი მიკრობანკი 7 თვის წინ გამოჩნდა, რითაც მცირე კომპანიებს დაფინანსების მოპოვების ალტერნატიული წყარო გაუჩნდა. ფინანსისტები საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით ამბობენ, რომ მიკრობანკი კარგი შესაძლებლობაა მეტი საბანკო პროდუქტი მივიდეს მიკრობიზნესამდე. მიკრობანკები ძირითადად მცირე მსესხებლებს ემსახურებიან, რითაც ფინანსურ ბაზარზე კონკურენცია იზრდება. დადებული არის კანონში, რომ სადღაც 70% უნდა იყოს მიკრობიზნესისთვის გაცემული სესხები და ასევე აგრობიზნესისთვის გაცემული სესხები. მათ შეუძლიათ უკვე ანაბრების მიღება, ანუ ეს შეზღუდულია, რა თქმა უნდა, 30,000 ლარი, იმიტომ რომ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო ანაზღაურებს მხოლოდ 30,000 ლარამდე. ასე რომ ის, ასე ვთქვათ, ანაბრები, რაც იქნება ბანკებში იქნება სრულად დაზღვეული. სალიცენზიო კაპიტალი, ასე ვთქვათ, ეს არის 10 მილიონი ლარი, მიკრობანკისთვის, ბანკისთვის 50 მილიონი ლარია. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ეკონომიკა მონოცენტრულობისკენაა მიდრეკილი და ეკონომიკური აქტივობა ძირითადად დედაქალაქზე მოდის, ფინანსისტების და ეკონომისტების ვარაუდით, მიკრობანკების საკრედიტო პორტფელების რეგიონების მცირე ბიზნესებზე მიმართვა ხელშეუწყობს ეკონომიკური აქტივობის რეგიონებში გადადინებას. ნაური ეკონომიკური სისტემა მოგეხსენებათ რაღაც თავკომპალა ქალაქები, ნუ თბილისი და ბათუმი იზრდება და ძლიერდება, ასე ვთქვათ, ეკონომიკურად სხვა ქალაქებში კვლავ პრობლემები, მათ შორის ქუთაისის რო ავიღოთ, იქ ძალიან ბევრი პრობლემაა. მიკრობანკები უფრო აი სწორედ რეგიონებში მცირე ბიზნესების საკრედიტებას შეუწყობენ ხელს, სადაც ბანკებს ვთქვათ, სურვილი არ აქვს რაღაცა ყველა მცირე ბიზნეს ვთქვათ, ყველა მცირე ბიზნესი დააფინანსო და რისკების მენეჯმენტს რაც შეეხება, ხო რა თქმა უნდა მცირე ბიზნესის დაფინანსება და რაღაცა დამწყები ბიზნესის დაფინანსება გაცილებით უფრო რისკიანია შესაბამისად, რა თქმა უნდა, საპროცენტო განაკვეთები აქაც გასათვალისწინებელი იქნება, თუმცა რაც უფრო მეტი მიკრობანკი გაჩნდება და ეს კონკურენცია მათ შორის იქნება, ეს თავისთავად ხელმისაწვდომად ფინანსებზე გაზრდით და გააჯანსაღებს საფინანსო სისტემას. გამომდინარე იქიდან, რომ მიკრობანკების არსებობის პრაქტიკა ჯერ კიდევ ახალია საქართველოს საფინანსო სექტორისთვის, ამჟამად მიკრობანკები ფინანსური პროდუქტების ნაკლები მრავალფეროვნებით ხასიათდებიან. თუმცა სპეციალისტები დარწმუნებულნი არიან, რომ ეს ინსტიტუცია დაიმკვიდრებს საკუთარ ნიშას საქართველოს ფინანსურ ბაზარზე და მოიპოვებს მსესხებლების და დეპოზიტარების ნდობას. ძალიან მნიშვნელოვანი არის ქართული ეკონომიკისთვის ზოგადად საბანკო სექტორი და ბევრი წვრილი მცირე და მიკრო მეწარმე არსებობს, რომელთათვისაც არსებითი არის ესეთი ფინანსური ინსტიტუტების მოქმედება, იმიტომ რომ სხვა ბევრი საშუალება ჩვენ ფინანსური რესურსების მოძიების საქართველოში არ აქვს და მიკრობანკები ამისი ერთ-ერთი საშუალება იქნება კი. რაოდენობრივად ბევრი წვრილი ბიზნესი არის რეგიონებში, ანუ ეს შეიძლება იყოს სასოფლო-სამეურნეო, შეიძლება იყოს საოჯახო სასტუმროები, ტურისტული ბიზნესები, ისინი საერთო ჯამში შეიძლება არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ეკონომიკის, მაგრამ ბევრი ხალხი არის დასაქმებული რა. ანუ ბევრი პატარა კომპანიაა და ამათვის სწორედ მნიშვნელოვანი არის ეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და მიკრობანკები, იმიტომ რომ ისინი აქამდეც რეგიონებში მუშაობდნენ დიდწილად, თბილისშიც, მაგრამ რეგიონებშიც, ანუ დასავლეთ საქართველოში, აღმოსავლეთ, ანუ ყველგან. ამიტომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის. ბაზარზე ადგილის დასამკვიდრებლად ფინანსისტების აზრით, მიკრობანკებს მოუწევთ მეტად იზრუნონ საპროცენტო განაკვეთების შემცირებაზე, სესხების შემთხვევაში, ხოლო მიანაბრეებისთვის სავარაუდოდ შედარებით მაღალი პროცენტების შეთავაზება მოუწევთ. საპროცენტო განაკვეთები ალბათ ცოტა განსხვავებული იქნება, ისინი შესთავაზებენ ანაბარზე ცოტა უფრო მაღალს ადგებელს, რომ ნდობა მოიპოვონ უფრო და მოიზიდონ სახსრები და სასესხო პროცენტზე სავარაუდოდ ცოტა უფრო მაღალი პროცენტი იქნება, ვიდრე ჩვეულებრივ კომერციულ ბანკებს, თუმცა ეს ის ერთგვარი გზაა, ხო, შეიძლება ეს იყო მიკრობანკი და ხვალ გახდა უკვე ჩვეულებრივი კომერციული ბანკი, რაც ზრდის განსაკუთრებით წესით რეგიონებშიც უნდა შეუწყოს ამან ფინანსებზე ხელმისაწვდომობას ხელი. თუ მიკროსაფინანსოები ასესხებდნენ ბიზნესებზეც და ასე ვთქვათ, გაცილებით უფრო მოქნილ პირობებში, მაგრამ მაღალი პროცენტით, ანუ რისკიანი მსესხებლები ყავდათ. აი ამ ეს შუალედური სეგმენტი უკვე მიკრობანკი ორიენტირებულია უკვე ცოტა უფრო მეტად გადამხდელობენ არიან ეს აგრობიზნესებსაც შეეხებათ და შესაბამისად მე მიმაჩნია რომ მათი ასე ვთქვათ ფულის ფასი იმიტომ რომ ისინი შედარებით უკეთესი რისკის პროფილის ასე ვთქვათ კლიენტებზე გადიან უნდა იყოს უფრო დაბალი.
მიკრობანკმა სესხი მხოლოდ ეროვნული ვალუტით უნდა გასცეს. ერთ მსესხებელზე ან ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფზე გაცემული კრედიტებისა და სხვა ვალდებულებების მაქსიმალური ჯამური ოდენობა $1,000,000 არ უნდა აღემატებოდეს. დღეისთვის საქართველოში სულ 2 მიკრობანკი ოპერირებს. მიკრობანკის პირველი ლიცენზია საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2024 წლის 5 დეკემბერს მიკრობიზნეს კაპიტალზე, იგივე MBC-ზე გასცა.